საგანმანათლებლობის ძვირფას ტელემაყურებლებო ტელეკომპანია თრიალეთი პირდაპირ ეთერში აგრძელებს მაუწყებლობას გადაცემით რეგიონის სტუმარი. როგორც თქვენ უკვე ხედავთ თქვენს ეკრანებზე, ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ საკმაოდ ცნობილი პოლიტიკოსი ქალბატონი ფიქრია ჩიხრაძე და ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი ახალგაზრდა პოლიტიკოსი მამუკა ფანიაშვილი. მოგეხსენებათ, ქალბატონი ფიქრია წარმოადგენს მემარჯვენე ოპოზიციის ბლოკს, გაერთიანდნენ 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებისთვის მრეწველები და ახალი მემარჯვენეები და ისინი ერთიანი სიით გამოვლენ 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მოგესალმებით, ქალბატონი ფიქრია, დიდი მადლობა, რომ ჩამოგზავნეთ გორში, გამონახეთ რა ეს დაძაბი წინასაარჩევნო პერიოდში და დავიწყოთ ჩვენი გადაცემა, უბრალოდ თქვენს ნებართ მაყურებელს შევახსენებ, რომ პირდაპირ ეთერში მოვუწყებლობთ, ჩვენი ტელეფონის ნომერია 713 31 7-30-39, შეგიძლიათ დარეკოთ და დასვათ თქვენთვის სასურველი კითხვა ჩვენთან პირდაპირ ეთერში. ქალბატონი ფიქრია. თქვენს მაყურებელს სასიამოვნოა ჩვენთვის თქვენს სტუდიაში სტუმრობა. მოგესალმებით, გამოსცემთ ყველანი შეკითხვას, რომელიც დაგიჩნდება თქვენ და ჩვენს მაყურებელს. კი ბატონო. დღევანდელი ვითარება თუ შეიძლება შევაფასოთ დღევანდელი ვითარება, ბევრი რამ შეიცვალა ბოლო 5 თვეში, 4 თვეში. და როგორია თქვენი პარტიის რეიტინგი, თქვენი პოლიტიკური ორგანიზაციის რეიტინგი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვარდების რევოლუციის დღეებში შეიძლება ითქვას დაეცა რეიტინგი. დღეს როგორც ცდილია, ვის ხარჯზე ცდილობთ თქვათ რეიტინგის ამაღლებას თქვენი პოლიტიკური ორგანიზაციის? ეთანხმებით იმაში, რომ რევოლუციის შემდგომ პერიოდში ბევრი რამე შეიცვალა საქართველოში და ბუნებრივია. რაღაცები ვარ შეცვლილი იყო, მაშინ გაუგებარი იქნებოდა, რატომ მოხდა და რატომ გამვითარდა მოვლენები ისე, როგორც გამვითარდა. ბუნებრივია ისიც, რომ რევოლუციურმა ეიფორიამ წინა პლანზე წარმოსწია ის ძალები, რომლებიც ავანგარდში იყვნენ რევოლუციისა და შეიძლება სხვა პოლიტიკური ძალები ამ პერიოდში უფრო ჩრდილში მოექცნენ, უკანა პლანზე გადაიწეს. არც ამაში არ არის არაბუნებრივი არაფერი. რაც შეეხება იმას, დღეს რა სიტუაციაა და რა მდგომარეობაა და რითი ვცდილობთ, ასე ვთქვათ. სიმართლე გითხრათ, ჩვენი პოლიტიკური ძალები, ახალი მემარჯვენე ძალები ერთად ვართ. მემარჯვენე იდეოლოგიის პოლიტიკური ძალები გამოირჩევიან მაინც უფრო თანმიმდევრული, კონსტრუქციული ხედვით, კონსტრუქციული დამოკიდებულებებითა და ნაბიჯებით. შესაბამისად, ჩვენ არ ვართ, ასე ვთქვათ, აგრესიულები და არ ვცდილობთ, რომ აგრესიით გამოვიწვიოთ ყურადღება და აგრესიით მივიპყროთ გაღიზიანებული ადამიანების, ასე ვთქვათ, განცდა, განწყობა ჩვენს მიმართ. ჩვენ ვცდილობთ, რომ აბსოლუტურად საღად, ნორმალურად, საკმაოდ გამადიდებების შუშით შევხედოთ ყველაფერს. სხვათა შორის არ გვერიდება არც იმის, არც არასოდეს არ გვერიდებოდა თუ რამ კარგი მოხდება, რომ ამაზე ვთქვათ, რომ ეს კარგია და ნორმალურია, მაგრამ ოპოზიციის დანიშნულება და მოწოდება არის, რა თქმა უნდა, ის რომ ის იყოს კრიტიკის მდგომარეობაში მაკრიტიკებელი ხელისუფლების და ყველაზე კარგ ხელისუფლებასაც კი სჭირდება აუცილებლად ოპოზიცია, იმიტომ რომ ადამიანებს სჭირდებათ განსხვავებული აზრი, ისევე როგორც საზოგადოება სჭირდება, რომ მოისმინოს ალტერნატიული ხედვა ამ თუ იმ საკითხზე და თავად გააკეთოს მერე დასკვნა. ამ შემთხვევაში რომელი პოზიცია არის სწორი, რომელი პოზიცია არის მისთვის მისაღები. გასაგებია. ქალბატონი ფიქრია, EDP ტრადიციონალისტები, იგივე მემარჯვენე ორიენტაციის ძალები. ხო არ ფიქრობთ, რომ მომხდარიყო თქვათ თქვენი მრეწველების და ამ ორი პარტიის გაერთიანება, ერთ ბლოკად ჩამოყალიბება, უფრო ასე ვთქვათ მეტამორჩეველს მიიზიდავდით თქვენსკენ და ხო არ ფიქრობთ, რომ ერთგვარად ეს სიტუაცია, როდესაც ორი მემარჯვენე ასე ვთქვათ ორიენტაციის წარმომადგენელი ბლოკი გამოდის არჩევნებზე, ერთგვარად გაყოფს აურჩეველს, რომელსაც გააჩნია მემარჯვენე ორიენტაცია. ხმების დანაწევრების პრობლემა არსებობს და ყველა არჩევნებში არსებობდა მემარჯვენეებისთვის მე ამას ხაზს უსვამ, რადგანაც პოსტსაბჭოურ სივრცეში, საერთოდ სოციალისტურ სივრცეში მემარჯვენეობა ჯერჯერობით არ არის ისე პოპულარული, როგორიც უნდა იყოს და საზოგადოების ფართო ფენები არ არიან მემარჯვენე განწყობის. თქვათ იგივე რუსეთში რა პროცესებიც განვითარდა, ამას მოწმობს, რომ მემარჯვენე ძალები მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან სოლიდურად და კარგად გამოიყურებიან, დიდი ინტერესია საერთაშორისო ორგანიზაციებისაც, მასმედიისაც, მათ მიმართ სერიოზული რეიტინგებიც გააჩნიათ, მაინც საპარლამენტო არჩევნებში მათ ძალიან დიდი მხარდაჭერა ვერ მიიღეს და თქვათ ბევრად უფრო მხარდაჭერილი აღმოჩნდა ჟირინოვსკის პარტია, რომელიც ერთ შეხედვით ყოველ შემთხვევაში ჩვენი გადასახედიდან ასე ჩანს, რომ არასერიოზული პოლიტიკოსი შტაბ-ეჭილებას ტოვებს. მაგრამ ჩვენ ამას შეგუებული ვართ, ვიცით, რომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევქმნათ მემარჯვენე განწყობა ქვეყანაში, რადგანაც მემარჯვენეობა კიდევ ვიმეორებ, შენების იდეოლოგია არის და შენება ერთი ხელის დაკვირით
არ ხერხდება, შენობა სჭირდება აგურ-აგურ დაწყობა მასალისა, აზრისა, განცდისა, ნაბიჯებისა, რომ რაღაცა შედეგი დავინახოთ. არის ხო კონსულტაციები? კონსულტაციები იყო, სხვათა შორის ჩვენ მართლა ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ეს ერთობა შემდგარიყო და არა იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ თქვათ ფიქრობდით, რომ იქედან ძალიან ბევრ შემოვიმატებდით. დღეს უკვე შეიძლება ამის თქვა, მაგრამ რომ არ მომხდარიყო უბრალოდ დანაწევრება თუნდაც ძალიან მცირეოდენი ხმებისა. თორემ მემარჯვენე გაერთიანების ხერხემალი ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ მემარჯვენეები და მრეწველები უნდა ყოფილიყავით და სხვათა შორის მამუკასაც ახსოვს ადგილობრივი არჩევნების წინაც, მე 2 ნოემბრის არჩევნების წინაც ჩვენ აქტიურად ვცდილობდით, რომ სწორედ ჩვენს ახალ მემარჯვენეებსა და პარტიამ მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს შორის ურთიერთობა შემდგარიყო. რაღაცები უშლიდა ხელს, არ ვიცი, მაშინ არ გამოვიდა ეს ერთობა და დღეს გამოვიდა. ჩვენ ნამდვილად უყოფდით ერთმანეთს ხმებს. ჩვენს აქტივებში, ჩვენს მომხრეებში ყოველთვის იყო ეს განცდა, რომ რატო ხართ თქვენ ცალ-ცალკე. და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ მოვახერხეთ დღეს ეს დავძლიეთ და გავხდეთ. იგივენაირი განწყობა არ იყო სხვათა შორის ედებ ტრადიციონალისტების მიმართ. ჩვენს ელექტორატში არაერთგვაროვანი განწყობა იყო, ნაწილი თვლიდა, რომ მაინც სასარგებლოა გაერთიანება, დიდ ნაწილს ჰქონდა აგრესია და თვლიდნენ, რომ ეს გაერთიანება არ იყო სასურველი. პირველი ზარი გვაქვს ეთერში, როგორც მაშინვე. მოგესალმებით საღამოშინდობისა, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ. მოგესალმებით ბატონო მამუკა, ქალბატონო ფიქრია. მინდა დავაფიქსირო ჩემი აზრი და გითხრათ, რომ ახალი მემარჯვენეები არიან იმ ძალის მქონე ხალხი, რომელსაც შეუძლია გადაარჩინოს უბრალოდ საქართველო. იქნებ კითხვა დასვათ. და მომავლის გეგმები, რას აპირებთ მომავალში? ჩასაგებია. მაშინ მეტევსო კითხვას, სამომავლო გეგმების პრინციპში. ფაქტიურად საუბრობ და კიდევ ვისაუბრებ გვექნება ამის საშუალება შესაძლებელი. ქალბატონო ფიქრია, როგორ ფიქრობთ, აი თუნდაც ის საკითხი, რომ თქვენ მიხვედით 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმ სხდომაზე, პარლამენტის სხდომაზე, რომელიც პრეზიდენტმა შევარდნაძემ ფაქტიურად თქვენი საშუალებით გახსნა და მადლობა გადაუხადა დავით გამყრელიძეს. ხო არ ფიქრობთ, რომ ამან გააღიზიანა ერთგვარად თქვენი არჩევანი და შეიძლება ითქვას ნულამდე დასცა მაშინ თქვენი რეიტინგი. ხო, გამოგახსენებთ ახლა ძალიან ძნელი გასაზომია ნულამდე. თქვენ აი ხო დღევანდელი განსაკუთრებით და როგორ აფასებთ? მართლები იყავით თუ პოლიტიკური შესწავლა მოგივით? არა, გოგა. ორ ნაწილად შეგვიძლია გავყოთ, ახლა ისეთი ეთერია შეიძლება ამ თემაზე თავისუფალი საუბარი. ორ ნაწილად შეიძლება გავყოთ დამოკიდებულება. წმინდა პრაგმატული პოლიტიკური მოსაზრებების გამო ჩვენ შეიძლება გვეთქვა ასეთი რამ. თქვათ, როგორც კაკუასათიანი მოიქცა. მე მივალ დავდგები რევოლუციონერების მხარეს, მაგრამ ამ ადამიანებს მხარს არ უჭერდა, მე გავეთიშები და დავარტყა. და შეიძლება გვეთქვა, რომ აი მოდი ამით ჩვენ ამ მრჩევლის გული მოვიგოთ და მე გავემიჯნოთ ამ ყველაფერს და დაუდგეთ ოპოზიციაში. იყო მეორე მოსაზრება, გაგეკეთებინა ის, რასაც სწორად თვლი. ჩვენ სწორად მიგვაჩნდა, რომ პროცესი, პოლიტიკური პროცესი კონსტიტუციური ჩარჩოდან არ ამოვარდნილიყო. ჩვენი შეცდომა, ეს შეცდომა, რასაც ქვია, მე ვარქმევ ამას, მაგრამ თან შეცდომაც არ არის, რომ ჩვენ კონსულტაციები მთელი იმ პერიოდის განმავლობაში 2 ნოემბრიდან გამომდინარე გვქონდა ბატონ მიხეილთანაც, ქალბატონ ნინოსთანაც და გვქონდა მეორე მხარესთანაც ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონკრეტულ სქემაზე. ეს სქემა მე განხორციელდა, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს თავაზობდით არჩევნებამდე, რომ ჩვენ არ ვიჩემებთ, რომ ეს იყოს ჩვენი ინიციატივა, მემარჯვენეების ინიციატივა, გნებავთ ოპოზიცია გამოვიდეს და კონკრეტულად მიშა იქნებოდა თუ ნინო იქნებოდა გამოსულიყვნენ ამ ინიციატივით, თუ ყველა ერთად ჩათვლით და საჭიროდ გამოსულიყო თქვათ ამ ინიციატივით პრეზიდენტი, რომელიც უკვე თან ვალდებულიც იქნებოდა რა კი ინიციატივით გამოვიდოდა, რაზე, რომ ჩვენ პოლიტიკური კონსენსუსის გზით გამოგვეცხადებინა რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადება. ანუ კონსტიტუციური ჩარჩოდან კი არ ამოვარდნილიყავით და თქვათ უკანონო პარლამენტისთვის კი არ გაგვეგრძელებინა მე რა თქვათ გარკვეული პერიოდით უფლებამოსილება და მიგვეღო ბევრი საჩოთი რო გადაწყვეტილება. არამედ შევკრებილიყავით და გამოგვეცხადებინა ამ ყველას ერთად და გვეთქვა რომ ჩვენ თვლით რომ 2 ნოემბრის არჩევნები ჩატარდა ძალიან ცუდად, სერიოზული დარღვევებით, სერიოზული გაყალბებით, ამიტომ თვლით რომ არ შეიძლება ამ პარლამენტმა მართოს ქვეყანა. ამიტომ ამ პარლამენტის ფუნქცია არის რომ ქვეყანა მიიყვანოს ახალ არჩევნებამდე. და მარტო პარლამენტსაც არ თავაზობდით, ვამბობდით იგივე ვარიანტსაც სხვათა შორის, რაც მე განხორციელდა, რომ თუ გვინდა
ჩვენ გამოვაცხადოთ ახლავე სენატის შექმნა და მაჟორიტართა კორპუსს დავარქვათ სენატი და ჩავატაროთ მხოლოდ პროპორციული არჩევნები. სხვათა შორის ერთი მხარეც და მეორე მხარეც ამ წინადადებას ხვდებოდა ინტერესით. ჩვენ იმ სხდომაზე რომ მივედით, იმ დღესაც ჰქონდა დილით კონსულტაციები ყველასთან, თუმცა ერთი უცნაური რამე მოხდა. სხდომა გადაიდო 11 საათიდან 4 საათზე. ეს არის რაც ძალიან სერიოზულ ეჭვს მიჩენს მე რომ რაღაცები შეთანხმებულად ხდებოდა იმ პერიოდში. ყოველ შემთხვევაში ხელისუფლებიდან ვიღაცა ძალიან შეგნებულად მუშაობდა და მოქმედებდა. ჩვენ სწორედ ამ წინადადებებით მივედით იმ პირველ სხდომაზე, რომ აი ეს დადგენილება პირველ სხდომას გამოეცხადებინა. სხვათა შორის არ დაგწავდა, თქვენ გახსოვთ, არ ვიცი ხა ეს ეთერში გავიდა თუ არა, ჩვენ შევედით თუ არა, დათო გამყრელიძე დადგა მიკროფონთან და ითხოვდა სიტყვას. და შევარდნაძის ის მადლობა შეიძლება სწორედ ის იყო, რომ მისთვის სიტყვა არ მიეცა და მე განვითარებული იყო მოვიდა როგორც შევარდნაძისთვის მაშინ ქორუმი შედგა. არა, სხვათა შორის ქორუმი ისედაც შედგა, იმიტომ რომ იცით იმაში ბათუმში იყვნენ მაშინ ჩასული 3 არა 8 იყვნენ და უკვე ქორუმი მეტიც ჰქონდა. მაგრამ სამწუხაროდ როგორც ჩანს ბევრი რამე იყო ჩაფიქრებული ისე როგორც გამიხარდა. ამ ეჭვს მე მიძლიერებს ისიც რომ ვთქვათ შემოსვლა როცა მოხდა პარლამენტის ხმათა დარბაზში. ისე ცოცხალი მემატიანის თვალსაზრისით ეს მოვლენები იყო ძალიან საინტერესო. როგორ იქცეოდნენ მთავრობის წარმომადგენლები, ის ადამიანები, რომლებიც თქვა წესით რაღაც უსაფრთხოებაზე, უშიშროებაზე აგებენ პასუხს, როგორი იყო მათი რეაქცია. და ვფიქრობ, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი სცენარი იყო და შევარდნაძეც იცოდა, რომ ეს აი არ ვიცი ხა მე ბევრს ვფიქრობ, ხა ალბათ შემდგომ პერიოდში უფრო გაიცემა ბევრ რამეზე პასუხი, მაგრამ ეჭვები სერიოზულად ჩნდება რა თქმა უნდა. აი თქვა მუსიკა იყო გამზადებული. ვინ ამზადებს ამ მუსიკას? ან ვიღაცა იქ ადგილობრივ ვინც გაფრთხილებულია რომ და ამ დროს ესეთი რამე მოხდება, თორემ წესით ახლა მუსიკისტვის როცა სიტუაცია არის დაძაბული და რაღაც შეიძლება ვიღაცამ გაუფრთხილებლად ისროლოს ან რაღაცა მოხდეს, მაშინ მუსიკისტვის წესით არ უნდა სხელოდეთ ადამიანებს, მაგრამ აი რაღაც ესეთი უცნაურობებით იყო სავსე ის პერიოდი. პრობლემა არ იყო ვიღაცას დებოდა ჯიბეში უბრალოდ კასეტა და მილიტარი. კასეტა იქ იყო პარლამენტის გახმოვანების სისტემაში გაისმეს მუსიკა, თორემ ისე ვიღაცას მაგნიტოფონი რომ ქონოდა და ის ჩაერთო, რა თქმა უნდა არავის არ გავუკვირდა. კიდევ ერთი ტელემაყურებელი ხაზზე მოგესალმებით გისმენთ სამშვიდობს. ალო. გამარჯობათ ქალბატონო მფიქრია. თქვენთან კითხვა მაქვს ფრაზასთან დაკავშირებით დარჩება თუ არა ეს ფრაზი დღე და თუ არ დარჩება მაშინ რა ახალ პროგრამას გაიმეორეთ კითხვა ფრაზასთან მაქვს დაკავშირებით ამ პროგრამასთან დაკავშირებით მაქვს მე კითხვა დარჩება თუ არა 900 დღე რას გვთავაზობს ახალ მემარჯვენეები და თუ არ დარჩება ეს 900 დღე ეს პროგრამა მაშინ რა არის ახალი გასაგებია თუ რამე ახალ პროგრამას გვთავაზობს წინა შეკითხვასაც ამით გავცემთ პასუხს ჩვენ ეკონომიკურ პროგრამას 900 დღე, რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი პოლიტიკური და ეკონომიკური ხედვა, როგორც ჩვენი მსოფლმხედველობის დამადასტურებელი პროგრამა, დარჩება ჩვენთვის ამ შემთხვევაში, მაგრამ აბსოლუტური ტყუილი იქნებოდა, რომ გვეთქვა, რომ ჩვენ ახლა პარლამენტში გავალთ და განვახორციელებთ 900 დღიან პროგრამას, იმიტომ რომ 900 დღიანი პროგრამა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე შენ გარკვეული ბერკეტები გაგაჩნია. ოპოზიციაში მყოფ ძალას ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა სრულად ეს ბერკეტები არ ექნება, ამიტომ ჩვენს ახალ პროგრამას, რომლის წარდგენასაც უფრო სწორად ადაპტირებულ პროგრამას ოპოზიციური მდგომარეობისათვის ვახდენთ, ალბათ 2-3 დღეში იქნება ეს ყველაფერი დეკლარირებული და წინა პლანზე პრიორიტეტებად გამოვიდანთ იმას, რაც ოპოზიციური პოლიტიკური ძალისათვის ხელმისაწვდომი იქნება. თქვათ, ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ კონკრეტული ინიციატივების კანონპროექტების დონეზე შევიტანოთ ჩვენი ინიციატივები და ხელისუფლებაც დავარწმუნოთ ამაში, რომ ამის განხორციელება ეკონომიკური აღმშენებლობისთვის, სამუშაო ადგილების გაჩენისთვის არის აუცილებელი. მაგრამ რამდენად გაიზიარებს ამას უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ამაზე წინასწარ ოპოზიცია გარანტიას ვერ აიღებს და ამ შემთხვევაში მხოლოდ დეკლარირება რჩება. და ჩვენი პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, ისევ იქნება ის, რომ ქვეყანაში ეროვნული წარმოება გაიზარდოს წილი, სხვათა შორის არსებობს ასეთი სტატისტიკა და ჩვენ ამის გაშლასაც ვაპირებთ მე, რომ რეგისტრირებული საწარმოები, რაც არის ოფიციალურად რეგისტრირებული საქართველოში, ყველა ის საწარმო მართლაც რომ მუშაობდეს, მინიმუმ თითო საწარმოში 4 ადამიანი მაინც უნდა იყოს თანამშრომელი, რომ საწარმო როგორც ასეთი არსებობდეს. მაშინ საქართველოში დასაქმებული იქნებოდა 800,000 ადამიანი.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ რეგისტრირებული საწარმოებიდან მხოლოდ 0.6% მუშაობს. ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედ ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ უმუშევრობა კატასტროფულად დიდია საქართველოში და შესაბამისად შემოსავალი ძალიან მცირეა მოსახლეობისთვისაც და ბიუჯეტისთვისაც. და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ხედვა წარმოადგინოთ, ხათაშორის ამას წინათ რა ინიციატივებითაც ჩვენ გამოვედით, ჩვენ და გასაოცრად და სასიხარულოთაც ახლა ამაში ცუდი არაფერი არ არის. ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ძალიან ბევრი რამ გაიზიარა და ყოველ შემთხვევაში თავის ხედვაში ეს ჩამოაყალიბა. თუ ამგვარი რამე მოხდება, რა თქმა უნდა, ოპოზიციის დანიშნულება არის სწორედ ეს, რომ განსხვავებული ხედვა შესთავაზოს და გონიერი ხელისუფლების ფუნქცია არის სწორედ ის, რომ თუ მისაღებია ის ოპოზიციისგანაც მიიღოს და მისი მომხრისგანაც მიიღოს. გასაგებ, ბატონ მამუკასთან გადავალ შემდეგ კითხვით. ბატონ მამუკა, რა ხდება ადგილობრივ ორგანიზაციაში, თუ მოხდა თქვა კონსულტაციები მრეწველებთან, აქ ადგილობრივ ორგანიზაციასთან და რა კონკრეტული გეგმა გაგაჩნიათ ამ მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით? მინდა პირველ რიგში გოგა მივესალმოთ ტელემაყურებელს. გეტყვით, ეს არათუ კონსულტაციების დონეზე, არამედ უკვე ერთ ბლოკში ჩამოყალიბდით მოგეხსენებათ და გულშიც მოხდა გაერთიანება ჩვენი პარტიებისა. მომავალში ერთ პარტიებით. კი, მომავალში არის ლაპარაკი იმას, რომ არჩევნების შემდგომ, რომ ჩვენ და მრეწველების ერთ-ერთ პარტიად ჩამოყალიბდით, ეს იქნება საქართველოში ალბათ მემარჯვენე ძალების ერთი უკვე კონცენტრირებული ძალა. რამდენად შემოუერთდებიან ამას სხვა ძალები, ეს განსხვავების საგანია. რაც შეეხება უშუალოდ გორში, შევერთით როგორც გითხარით, დაწყებული არის უკვე წინა საარჩევნო კამპანია, დაკომპლექტებული არის თითქმის ყველა საარჩევნო უბანი და ამ ეტაპზე თითქმის შეიძლება კი, თითქმის ყველა უბანზე ყავს, თითქმის კი არა, აბსოლუტურად 79 უბანზე ყავს ჩვენი წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ თვითონ მემარჯვენეები, როდესაც ცალკე ვიყავით ბლოკში, როდესაც არ იყო ბლოკი, თითოეულ საარჩევნო უბანზე ყავდა ერთი წარმომადგენელი და მინდა გითხრათ, რომ მაინც და მაინც ანგარიშგასაწევ ძალას არ წარმოადგენდა, მაგრამ ამ შემთხვევაში თითოეულ საარჩევნო უბანში ჩვენ გვყავს უკვე 3 წარმომადგენელი, ყავს პლუს 1 დამკვირვებელი და მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი აზრის გაზიარებით მოხდება და ჩვენი აზრი იქნება მნიშვნელოვანი. ყველა საინტერესო საკითხი გორში მაინც ის არის. ნუ მე ვეცადე და ვერ დამკავშირდი ბატონ პაატა ჩხეიძეს. სად არის პაატა ჩხეიძე, ვიც თუ გადადგა დაკავებულ თანამდებობიდან და არის თუ არა ის თქვენ გვერდით აი ამ შემთხვევაში. გახსენებთ თუ აკასთან ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს ძველი პერიოდიდან, მაგრამ თითქმის ერთი წელიწადია პაატა ჩხეიძეს როგორც პარტიის აქტიურ წევრს ჩვენთან ურთიერთობა აღარ ქონია, კავშირი აღარ ქონია და მე ძალიან გული დამწყდა, როდესაც მისი განცხადება მოვისმინე და რეალურად არ ვიცი ახლა ეს მართლაც პოლიტიკური ზეწოლის შედეგი თუ იყო ეს ძალიან ცუდი რამე იქნება, თუ სხვა რამ იყო მისი გადადგომის საბაბი, ალბათ ამის შესახებაც საზოგადოებას გორში ალბათ უკეთესად ეცოდინება. მე მისი დღევანდელი მდგომარეობის დარჩევის შესახებ არ ვიცი, მაგრამ სადაც არ უნდა იყოს, მე წარმატებას ვუსურვებ როგორც ზოგადად. მე მქონია პაატა ჩხეიძესთან მქონია საუბარი და ის ყოველთვის თვლიდა, რომ თქვენ საკმაოდ დიდ ზურგს წარმოადგენთ მისთვის პარლამენტში, თქვენი ფრაქცია და ის ყოველთვის ცდილობდა, რომ აღედგინა გორის როგორც ქალაქის სტატუსი და უნდა რომ თქვენ დამდგარიყავთ მის გვერდში. მე ვიცი, რომ გარკვეული პრეტენზიებიც კი გამოუთქვას აი საზოგადოებაში თქვენს მიმართ, თქვენი ფრაქციის მიმართ, რომ აი რამდენად შეძლებთ თქვა იგივე თვითმმართველობის უფლებების გაზრდა, იგივე როგორც ქალაქის სტატუსის დაბრუნება, პარლამენტში საკითხები თუ დგებოდა და აი რა ხო არ დარჩა იმედგაცრუებული ეს კაცი თქვენგან აი ეს შეიძლება მეტს მოელოდა, მაგრამ შესაძლებლობის ზღვარი არსებობს. ახლა ჩვენ ერთხელ მოვაწყვეთ ამის განხილვა ჩვენი ფრაქციის ინიციატივით, მოვიწვიეთ სათანადოდ აღმასრულებელი ხელისუფლებიდანაც პასუხისმგებელი პირები, ვინც იყვნენ. მე მისი მოწვევით მონაწილეობა მივიღე თვითმმართველობათა ასოციაციის მიერ მოწყობილ შეკრებაზე, იქაც აქტიური საუბარი იყო ამის თაობაზე. მაგრამ თვითმმართველობის კუთხით საერთოდ, როგორც ორგანული კანონის თვალსაზრისით, სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ინტერფრაქციულ ჯგუფში ძალიან ბევრი საუბარი გქონდა, ბევრი ახალი წინადადება ითქმოდა,
ფაქტიურად თვითმმართველობა დღეს არ არის ქმედითი ორგანო სამწუხაროდ და ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი ფასობს მაშინ, როდესაც თვითმმართველობები სრულად ქალბატონო ფიქრი, გადადგომის წინ სწორედ ეს სიტყვები თქვა, ციტირებას ვახდენთ. ვერ მოვახერხეთ, გოგა, მე მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ბევრი ფრაქცია ჩანდა მონდომებული, თითქოს ყველას გვინდოდა, რომ რეალური არჩევითობა ყოფილიყო არა მარტო გორის გორის ქალაქია ზუგდიდი თელავი. და მაგრამ რატომღაც ეს არ განხორციელდა და დღეს სამწუხაროდ აი ამ პარლამენტმა პირიქით უკან გადადგმული ნაბიჯი შეიძლება სერიოზულად ჩაითვალოს ის რომ ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმას რომ რაიონებში გამგებელი არჩევითი ყოფილიყო თავის დროზე და შუალედური ვარიანტი იყო რომ საკრებულოდან არჩეული ყოფილიყო გამგებელი რაიონებში ხო დღეს არჩეული საკრებულოდანაც კი აღარ აქვს ვალდებულება ხელისუფლებას რომ წარმოადგინოს გამგებლები ეს არის სერიოზულად უკან გადადგმული ნაბიჯი 15 ნოემბრამდე 2005-ისა დაიდო ვადა მაგრამ ფაქტიურად ჩვენ რაც მოვიპოვეთ იქედანაც გადავდგით უკან ნაბიჯზე სამწუხაროდ ზუსტად ეს ფრაზა თქვა რომ მე უახლოეს წელიწადნახევრის განმავლობაში თვითმმართველობის განვითარების პერსპექტივას ვერ ვხედავ საქართველოში და აი ამის შემდეგ წავიდა ბადაში. შესაძლოა, მაგრამ ეს რა თქმა უნდა მარტო ჩვენი ფრაქციისადმი საყვედური ვერ იქნებოდა. ალბათ პატას ბევრი სხვა მიზეზიც ჰქონდა. დაყურებელს უსმენთ პირდაპირ ეთერში ხართ მოგესალმებით გისმენთ. გამარჯობათ. ქალბატონო ფიქრია, მე ასეთი შეკითხვა მაქვს. გასაგებია თქვენ ოპოზიციაში გჯანდებით, მაგრამ რა არის ესეთი ნაბიჯი, ანუ რომელი ნაბიჯი მოგწონთ ხელისუფლების მიერ გადადგმული, რომელს ვთვლით პოზიტიურად და რომელს ნეგატიურად და რაც ეხება მეორე შეკითხვას, ცენტრსა და რეგიონს შორის თქვენ ურთიერთ რეგულირებას აჭარა მაქვს აჭარას გულისხმობ, მაგრამ პრაქტიკულად სამაჩაბლოს და გაგულია და აფხაზეთის და ცოტა ნაადრევად ხომ არ მიგაჩნიათ თქვენ ასეთ იმპერატიული ტონით მიმართა პრეზიდენტის მიერ აჭარის მიმართ, ანუ თქვენ რომ ხელისუფლებაში მდგანდებოდეთ, თქვენ რას მოიმოქმედებდით ვარდოთ? დიდი მადლობა, გასაგებია. რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ დღევანდელი ხელისუფლებისა რომელი ნაბიჯებია თქვენი კრიტიკის ასე ვთქვათ ყველაზე ოპოზიციონერებს სტერეოტიპი არსებობს ესეთი საქართველოში ყოველ შემთხვევისთვის ცუდ ტონად ეთვლებათ ხოლმე როცა მოწინააღმდეგე მხარეზე რაიმე დადებითი უნდა თქვან მაგრამ მე კიდევ ვიმეორებ ამის არანაირი არც კომპლექსი არც შიში არ მაქვს მეტაკი კარგი რამეები მოხდებოდა სამ ქვეყანაში და ნამდვილად არ დამეზარება არა ვიტყვი იმასაც რომ თქვათ იგივე კორუფციასთან ბრძოლა რა თქმა უნდა არის მისასალმებელი ქვეყანაში მაგრამ ძალიან ბევრი პრეტენზია ჩნდება იგივე იმ ფორმებთან იმ მეთოდებთან მიმართებაში როგორითაც ხორციელდება კრიმინალთან და კორუფციასთან ბრძოლა აი თქვათ ბონდო შალიკიანის მაგალითი თქვენ პარტიის წევრი იყო თუ არა სამწუხაროდ ძალიან დაპირისპირიქით არა, ახლა სისხლი გაუშვა შეიძლება ითქვას. შალიკიანმა ქუთაისშიც, მერე ტყიბულში იური ელიაშვილის არაჩვეულებრივი და ღირსეული კანდიდატურის მოხსნა მისი მახინაციებით მოხდა და მე იმდენად გამწარებული ვიყავი ამ ადამიანზე, რომ ფიქრობდი, პარლამენტში რომ შევალ ამ ადამიანს სისხლს გაუშროთ მეთქი, იმიტომ რომ აი მართლა ძალიან ცუდად იქცეოდა, მაგრამ მე როგორც ადამიანი მაინც შემზარა იმ ყველაფერმა, რაც თქვათ, ნახე, როცა ადამიანები ლოგინიდან მძინარე გამოყარეს გარეთ და აი ეს კადრები აჩვენეს, რომელიც ადამიანის ღირსებას სერიოზულად თუმცა პრეზიდენტმა აღნიშნა ეს გახსოვთ მასმედიას მოუწოდა მოვაჩვენეთ ამ კადრებს. მაგრამ სამართალდამცავებმა არ უნდა დაუძახონ ამ შემთხვევაში მასმედიას არ უნდა მიაწოდონ ამგვარი მასალა, იმიტომ რომ არაეთიკურიც არის, არაკანონიერიც არის, არასამართლებრივიც არის და მე ვფიქრობ საზოგადოებაში არ უწყობს კარგი განწყობის შექმნას ხელს. ბევრი რამე ჯერჯერობით აი ამბობენ მოგწონთ თუ არა ახალი მინისტრთა კაბინეტი. ხა ძალიან ცოტა ადამიანია თედო ჯაფარიძე, თამრიკო ბერუჩაშვილი, რამოდენიმე რომელსაც ვიცნობ და რომელზეც შემიძლია ჩემი აზრი გამოვთქვა, მაგრამ სხვები დანარჩენები არ ვიცით საიდან მოვიდნენ. წინასწარ ხო არ იტყვი რომ აი ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ფაქტია რომ ეს ადამიანები გამოცდილი კადრები არ არიან, მათ სერიოზული კომპეტენცია არ გააჩნიათ და ძალიან რთულია რომ ამ ადამიანებს მიენდოთ აი ამ სერიოზულად დაზიანებული და დაზარალებული ქვეყნის ეკონომიკის და საერთოდ ქვეყნის პოლიტიკის მართვა. და შესაბამისად, როდესაც მათ კომენტარებს ისმენ, იმასაც ხვდები, რომ თვითონაც გაცნობიერებული და კარგად ჩამოყალიბებულები ვერ არიან იმაში, თუ რამხელა სიმძიმე აიღეს მათ თავიანთ მხრებზე. აქედან გამომდინარე, საკადრო პოლიტიკა სერიოზული ხარვეზია ჩვენი ხელისუფლებისა და არჩევნებთან დაკავშირებით მკითხეთ. მე რა თქმა უნდა ვისურვებდი იმას, რომ
ჩვენ ერთად ოპოზიციაში ყოფნის დროს ჩვენ გაერთიანებული დემოკრატები ნაციონალური მოძრაობა, რასაც ვითხოვდით წინა ხელისუფლებისაგან, ის ცვლილებები განხორციელებული იყო. თქვათ, იგივე საარჩევნო კომისიები პარიტეტული წესით დაკომპლექტებული იყო და ხელისუფლებას არ ქონოდა ამხელა უპირატესობა კომისიებში. თქვათ, საარჩევნო სიები მოწესრიგებული იყო, იმიტომ რომ ეს აქილევსის ქუსლი იყო. წინა არჩევნებიც ჩაგიკითხებთ, ქალბატონო ფიქრია. პრეზიდენტის ინიციატივა იმის შესახებ, რომ ორ ადგილს ის თავისი ასე ვთქვათ კვოტიდან თმობს საარჩევნო კომისიაში და აძლევს ოპოზიციას. ეხლა მიმდინარეობს ვერ იყოფენ ასე ვთქვათ ამ ორ ადგილს. ეს ინიციატივა რამდენად ასე ვთქვათ მისაღები გახდა თქვენთვის. თუმცა ფურცელზე არ დაწერილა ეს. ფურცელზე არ დაწერილა, სიტყვიერი იყო და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ჯობდა რომ კანონის სახე მისცემოდა და თუ კი ხელისუფლების ნება იარსებებდა, თავისუფლად შეიძლებოდა რომ ეს გაკეთებულიყო. კონსტიტუციური ცვლილებები განხორციელდა ფაქტურად 2-3 დღეში და ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა არანაირი პრობლემა არ იქნებოდა დარწმუნებული ვარ, მაგრამ ეს არ მოხდა. ამის მერე იყო პრეზიდენტის აი ეს განცხადება და სხვათა შორის ახლა ბუნებრივია ჩვენ ყავს წევრები და ჩვენ არ გაგვიცხადებია პრეტენზია ამაზე, მაგრამ იმ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდეთ, ვინც ცოტა იბრანჭებოდნენ და ამბობდნენ, რომ აი ჩვენ არ ავიღებთ ამ შემოთავაზებულს და გადმოგდებულს. თუ გინდათ თქვენ რომ უფრო გადემოკრატიულდეს კომისიები, მოუწოდეთ ამ პარტიას. აიღეთ ეს ხმები, იმიტომ რომ ოპოზიციის სასარგებლოდ შეიცვალოს ბალანსი საარჩევნო კომისიებში. დღეს თუ 8 ყავს ხელისუფლებას და 7 ყველა დანარჩენ ოპოზიციის წარმომადგენლებს, იმ შემთხვევაში ეყოლებოდა 6 ხელისუფლებას და 9 ოპოზიციას და ამ შემთხვევაში თუ მათ არ უნდათ რომ ხელისუფლების წისქვილზე დაესხათ წყალი, აუცილებლად უნდა აეღოთ ეს ორი ხმა და რა თქმა უნდა ისიც ახლა ეშმაკურად იყო ჩაფიქრებული რომ ყველა მიცოდა რომ ოპოზიციური ძალები ამაზე ვერ შეთანხმდებოდნენ იოლად და შეიძლება კონფლიქტის გაჩენილიყო, მაგრამ ამ კონფლიქტს ნამდვილად ჯობია ის რომ ამ პარტიებმა რომლებსაც წევრი არ აყავთ თქვათ გადაინაწილონ სერიოზულ პრეტენზიას როგორც იცით ერთობა ამ შემთხვევაში მაინც უფრო ხელისუფლების მხარდამჭერ პოლიტიკურ ძალად ყოველ შემთხვევაში მისი განცხადებებით ბატონ ჯუმბერის განცხადებებით ასე იყო რომ ის მხარს უჭერდა რევოლუციის ხელისუფლებას არა მე აი ახლანდელ განცხადებებს გულისხმობ საარჩევნო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს და ამ შემთხვევაში ჩვენ როცა მოუწოდებდით მოწოდება მიმართული იყო უფრო ედპ ტრადიციონალისტებისა და სოციალისტების მისამართით და თავისუფლება თუ გამოთქვამდა ასეთ სურვილს და თავისუფლად შეიძლებოდა თქვა სხვადასხვა რეგიონებში, რაიონებში ან უბანსა და ოლქში განაწილებულიყო ისე რომ არავინ არ დაზარალებულიყო და საერთო ჯამში ხელისუფლებას ამხელა უპირატესობა არ ქონოდა კომისიაში. აჭარის თემა მე აქვე ვთქვი ტერიტორიული მოწყობა თქვენ თემაზე. ჩვენი ამ 900 დღიან პროგრამაში თალკე თავი იყო ჩამოყალიბებული, რა თქმა უნდა, იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რასაც აფხაზეთის პრობლემის მოგვარება და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარება ქვია. ჩემთვის ეს ორივე პრობლემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი, რომ აფხაზეთში მე დედულეთი მეგულება და ჩემი ბებია-ბაბუების საფლავები იქ არის დარჩენილი და მე რაჭველი ვარ და ასე ვთქვათ, მეზობელი გზა დიდი ხანია მოჭრილი, თუმცა ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ამ გზაზე კონფლიქტის მერე პერიოდში გაიარა და მას მერეც აქტიურად დავდიოდა და პრობლემაც არ ყოფილა. ანუ სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარების უფრო მეტი ალბათობა არსებობს დღევანდელ სიტუაციაში, ვიდრე აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტისა, მაგრამ თუ ჩვენ ქვეყანაში კიდევ ერთი პრობლემა გავაჩინეთ აჭარის სახით, მე რა თქმა უნდა, ბევრად უფრო გაჭირდება იმ პრობლემების მოგვარებაც, რომლებიც სისხლქორწეულია ჩვენი ქვეყნისათვის. ეხლა ასლან აბაშიძეს, რომ ძალიან ძიმე რეჟიმი აქვს ამ აჭარის ტერიტორიაზე დამყარებული, ამაზე ორი აზრი არ არსებობს და დღეს ბავშვს რომ კითხო, ბავშვმა იცის, რომ იქ რაღაცა ტიპის რეჟიმი, თქვათ დიქტატურას თუ არ დავარქმევთ, რაღაც დიქტატორულთან მიახლოებული რეჟიმი არსებობს, მაგრამ ალბათ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ორმხრივი ესკალაცია არ ხდებოდეს დაძაბულობისა. ვთქვათ, ასლან აბაშიძის ხელისუფლება, როცა ცუდად იქცევა და ახალგაზრდებს აპატიმრებს, იგივე არ უნდა ხდებოდეს, როცა თბილისში ჩამოდიან ბათუმელი ახალგაზრდები და ასე ვთქვათ, რევანშის და სამაგიეროს გადახდის ფორმით არ უნდა ხდებოდეს მოქმედების განხორციელება, თორემ დამერწმუნეთ, აჭარის მოსახლეობაში ამ პოზიციას ბევრად უფრო მეტი დამცველი ეყოლება, ვიდრე აბაშიძის ხელისუფლების მომხრეები, მაგრამ ამან ამგვარმა დამოკიდებულებამ იქ დიდი გაღიზიანება გამოიწვია და იქ არის გვარები, ძველი გვარები, ეს რაღაც გვარებს შორის დამოკიდებულება არის რთული საკმაოდ და ყველას უნდა გაგვახსენდეს ის, რომ აჭარა დედა საქართველოს ძალიან მტკივნეულად დაუბრუნდა და ის პრობლემები აღარ უნდა გავაცოცხლოთ და ძალიან ფაქიზი თემა არის, ფაქიზად უნდა მოვეპხროთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის,
რომ ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები. დღეს ბევრად მეტი საშუალება არსებობს ამისა, ვიდრე თქვა 2 ნოემბრის არჩევნებზე არსებობდა. ამიტომ გამოვიყენოთ ეს საშუალება და არჩევნები იქნება სწორედ აი ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, შეიძლება თუ არა დარჩეს ასლანებაში და ხელისუფლებაში და ყავს თუ არა მას ძალიან ბევრი მხარდამჭერი და შეიძლება თუ არა რომ არ დარჩეს. ეს ყველაზე უკეთესი, ყველაზე უფრო ნაკლებად მტკივნეული და დემოკრატიული გზა არის. ვანო მამკა, მე ვიცი რომ აქცენტს აკეთებდა ადგილობრივი ორგანიზაცია უფრო მეტად ახალგაზრდებზე. სტუდენტობა ძალიან დიდი სახით არ წავიდგენთ თქვენს ორგანიზაციაში. საერთოდ თვლიდან რომ ჩვენ ვიყავთ ახალგაზრდული პარტია, ბერძოლების შემომატებით შემოვიმატეთ უფროსი ასაკის თავებს კი და მაინტერესებს უნივერსიტეტთან დაკავშირებით თქვენ თქვენ რაღაც მოძრაობები ასახავთ და აგრძელებთ თქვათ იმ თემაზე მუშაობას, რასაც ქვია იგივე ჩვენს უნივერსიტეტში მდგომარეობა, რაც აი ამ წუთში არსებობს. უფრო კონკრეტულად შემოგეთქვი. კორუფციის საკითხები და ასე შემდეგ. ვიცი რომ იღებით იქ მონაწილეობას. არა, რა თქმა უნდა, ჩართული ვიყავით ამ პროცესში, როდესაც მე გავხდი სტუდენტური კავშირის წევრი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ხა პარტიის საქმე ნამდვილად არ არის. შეიძლება პარტია როგორც გორის მაცხოვრებლები და საქართველოს მოქალაქენი დავინტერესდეთ კორუფციის პრობლემით, მაგრამ ეს უფრო ხელისუფლების პრეროგატივაა, რომ კორუფციას ეკუთვნოს. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარდაჭერას უცხადებს უმეტ ფორმით. ეს იქნება უნივერსიტეტში თუ იქნება საერთოდ მთელ საქართველოში. და აი ხა რა ვითარება უნივერსიტეტში. როგორც შიდა სამზარეულო. არის რა ცვლილება ეს მინდა. ცვლილება, რა ვიცი, ახლა ცვლილებები განხორციელდა მთელ საქართველოში და ალბათ მოსალოდნელი არის, რომ ბატონო ფუსტოედება ლექტორმა საუბრობ. არა, მინდა გითხრათ, რომ მე სტუდენტი ვარ ამჟამად, მაგრამ მე პირადად კორუფცია ისეთი თემა არის, რომ მე თუ არ მივეცი იმის ფული, მე ვერ დავდებ რას. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ მე პირადად ფული არც არავისთვის შემითავაზები და არც არავისთვის გამომხსნელი. არც არავის გამოუთმევია უბრალოდ, ამიტომ შეგვიძლიათ ესენი იმ სტუდენტებს ვკითხოთ, რომლებიც უშუალოდ ამ პროცესში იქნებიან ჩართული. თუმცა თქვენ ტრიალებთ და შეიძლება იცოდეთ. რა. თქვენი თანაკურსებების კადრები. ხო და ამაზე არის უბრალოდ ლაპარაკი, რომ ცილის წამებაზე იქნება ამ შემთხვევაში. ხო მე ვერ დავადასტურებ, თორე კორუფციის ფაქტები რო იყო უნივერსიტეტში, ამაზე არ არის ლაპარაკი დღეს. ალბათ ყველა სფეროში იყო ეს და სამწუხაროდ იქნება ძალიან ძიმეა, როცა განათლების სფეროში ამგვარი რამე არსებობს, მაგრამ მაგრამ ამ შემთხვევაში არის ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი ჩემს მასწავლებლებში, ალბათ მამიკას მასწავლებლებში, საერთოდ ყველა ინტეგრაციის მასწავლებლებში, რომელიც ძალიან მტკივნეულად განიცდიან ხოლმე. დავუბრუნდეთ პოლიტიკას, ხალხური ფიქრია. დღეს ესეთი საზოგადოებაში ჩნდება აზრი და ძალიან ბევრს ვთქვია ჩემთვის, რომ ის პარტია, რომელიც გადაანახა 7%-იან ბარიერს და მოხდება პარლამენტში, პარლამენტის რეალური შანსი ფაქტიურად თქვენ გააქვთ. ეს ნორმალია. იმიტომ რომ გაერთიანდა ბერძოლები და ახალი მემარჯვენეები და პლუს ამას საკმაოდ შეძლებული ორი ძლიერი ასე ვთქვათ პოლიტიკური ორგანიზაცია გაერთიანდა ფინანსები ქონდა მხედველობაში. ხო არ ფიქრობ და ესეთი აზრი არსებობს მეთქი რომ თითქოს ეს ოპოზიცია რომელიც შევა პარლამენტში იქნება დანიშნული ოპოზიცია. თქვენს ხსმენიათ რა თქმა უნდა ამის შესახებ. რას როგორც ვთქვათ ვთქვათ ეს იარლიყი თქვენზე არ იქნას მოწოდებული იმ შემთხვევაში თუ შეხოთ პარლამენტში. მე ერთი რამე მინდა გითხრათ რომ საერთოდ არ მიყვარს სტერეოტიპები და მთელი ჩემი ცხოვრება ვცდილობ რომ ეს სტერეოტიპები არ იყოს. ეხლა თუ იმეს გონია რომ ამას თუ მეტყვის მე გავცეცხლდები და იმის დასამტკიცებლად რომ აი მე ძალიან მაგარი ოპოზიციონერი ვარ დავიწყებ აღვირახსნები ლანძღვაგინებას ამას ჩემგან ვერასოდეს ვერავინ არ გაიგონებს და ვერ ჩემი პოლიტიკური ძალის სხვა ლიდერებისაგან. კიდევ ვიმეორებ, მემარჯვენეობა არის ბუნებით კონსტრუქციული. მემარჯვენეობა ვერ იტანს ვერც რევოლუციურ ქარტეხილებს, იმიტომ რომ ის ყოველთვის ევოლუციური გზით ცდილობს პროცესების შეცვლას და მართვას. მე ყოველთვის ბევრად უფრო მეტი მსმენია ხოლმე იმ ადამიანებზე, ვინც ყველაზე მძაფრ და აგრესიულ განცხადებებს აკეთებს მათ კულუარულ ურთიერთობებზე ხელისუფლებასთან. ასე რომ ეს საზომად არ გამოდგება ნამდვილად. საზოგადოებას შემიძლია უთხრა, რომ ამ მხრივ ეშინოდეს სწორედ იმათი, ვინც ყველაზე მეტს ილანძღება. ჩვენ ლანძღვა არსენალში არასოდეს არ გქონია და ჩვენი საქმიანობით დავამტკიცეთ ყოველთვის. შეიძლება იყოს სიმართლე, შეიძლება იყოს ტყუილი. ზარი გვაქვს ეთერში, საღამოშიდობისა გისმენთ პირდაპირ ეთერში. ალო. გისმენთ? მოგესალმებით, ქალბატონო ფიქრია. თუ შეძლოთ ნახმობა, მოგესალმებით. განსაკუთრებით ქალბატონ ფიქრიას მივესალმები, გორში ჩამოგდანებას ვუცავ. მინდა იცოდეთ, რომ წლეად რეგიონში და გორში მემარჯვენეებს, მრეწველებს ყავს მომხრეები და ელოდებიან
რეგიონში აჩვენებს დაწყებას, რომ ხმა მისცენ მემარჯვენეებს და მრეწველებს. გასაგებია, თქვენ მომხრე ხართ მემარჯვენეებს. თქვენ კითხავთ, რომ გაინტერესებს ამ შემთხვევაში. ძალიან მიხარია. როდესაც მოხდა ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუცია. უკაცრავთ არ გესმის. როდესაც მოხდა ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუცია, ძალიანაც საქართველოს მოსახლეობა, რა თქმა უნდა, ამას მიესალმებოდა და ელოდებოდა, რომ ამ რევოლუციის შემდეგ მიიღებდა რაღაცა შვებას. საგადასახადო პოლიტიკაში შემცირდებოდა გადასახადები, დაიკლებდა ფასები ძირითად პროდუქტებზე, რომელიც ყოველდღიურ მოხმარებისაა და სხვადასხვა პენსიები, ხელფასები და ჯერჯერობით ამ ძირეულ ცვლილებებს მოსახლეობა ვერ ხედავს. მე მაინტერესებს მემარჯვენეთა ბლოკი, ეს მრეწველები და მემარჯვენეები, რას გააკეთებენ იმ შემთხვევაში და რა თქმა უნდა გვაქვს იმედი, რომ მოვლენ პარლამენტში რაღაცა ძალით, რას გააკეთებენ იმ შემთხვევაში, როგორ ესახებათ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება საქართველოში და მთლიანად დიდად ჩვენს რეგიონში. დიდი მადლობა. მე პირველი რაც მინდა უთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ აი რევოლუციურ პროცესებს თანდებს ხოლმე დიდი იმედგაცრუება. მე მინდა ჯერ არ არის დიდი დრო გასული, მაგრამ აი თქვათ შეიძლება მაისის, ივნისის თვეში ადამიანებმა უცებ თქვენ რომ აი რა მომიტანა მე ამ პროცესებმა, მაგრამ მინდა უთხრა ყველას რომ ნუ ჩავარდებით სასოწარკვეთაში, აპათიაში, არ შეიძლება ერთი ხელის დაკვეთ არაფერი არ სწორდება. სხვათა შორის ჩვენსა და იგივე თქვათ ნაციონალებს შორის, ლეიბორისტებს შორის განსხვავება არის ყოველთვის რა რომ ჩვენ როცა ვთქვით რომ რაღაცას შევცვლით 900 დღის განმავლობაში, ჩვენ ვიცოდით დროში გქონდა აბსოლუტურად გათვლილი რომ ამისთვის საჭირო იყო 900 დღე. მაშინ ცოტა გვაშაყირეს იგივე მიშა სააკაშვილმა თქვა რომ 900 დღეში ან ვირი მოკვდება ან ვირის პატრონია, მაგრამ როცა თვითონ მოვიდა ხელისუფლებაში, მანაც თქვა რომ ერთი ხელის დაკვეთ ვერ შევცვლი პრობლემებს. ის რომ არჩევნების დროს აძლევს თუ არა პოლიტიკოსი და პოლიტიკური ძალა თავს უფლებას რომ ამ მრჩეველს უთხრას რომ მე ხვალვა შეგიცვლი შენ ყველაფერს. ეს შეუძლებელია და ჩვენ ყოველთვის ყოველ შემთხვევაში არასოდეს არ ვიკადრია და არც მომავალში არ ვიკადრებთ რომ თქვათ ისეთი არარეალური რის განხორციელებასაც ვერ შევცვლით. ამიტომ ჩვენი დამოკიდებულება ისევ რჩება აი ამ თანმიმდევრული პოლიტიკის განხორციელების კუთხით და რაც შეეხება მცირე და საშუალო მეწარმეობას, ეს უნდა გახდეს ქვეყნის დასაყრდენი. მე წეგან ერთი მაგალითი მოვიყვანე, მეორე მაგალითს მოვიყვან აი ახლა ამ წუთში, ყველგან სადაც ნორმალურად განვითარებული დემოკრატიული ქვეყნები არსებობს, იქ 20% მეწარმეები ასაქმებენ 80% ადამიანებს საზოგადოების ნაწილს. ანუ სადაც 20% მოიპოვება წარმოებისა, ის ქმნის დოვლაცას, ის ავსებს ბიუჯეტს, ის ქმნის სამუშაო ადგილებს, კმაყოფილია ქვეყანაც, რადგანაც ივსება ბიუჯეტი. და უკვე ხელფასის გაზრდაზე შეგიძლია საუბარი, პენსიის მომატებაზე შეგიძლია საუბარი და კმაყოფილია მეწარმე თვითონ, რომელიც თავის შემოსავალს და მოგებას ნახულობს და კმაყოფილია ყველა ის ადამიანი, ვინც ამ წარმოებაში არის დასაქმებული, რადგან მასაც შემოსავალი აქვს და შეუძლია რომ ღირსეულად იცხოვროს. ძალზე მიდის საუბარი, რომ თქვა იგივე შემსრულდეს. ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ დეკლარაცია, იგივე ის პროგრამაც, რაც ჩვენ მთავრობამ, პრემიერ-მინისტრმა და მისმა გუნდმა წარგვიდგინეს, ზურაბ ჟვანიას მოხსენება იყო, გამოსვლა იყო. ჩვენ ეს რაც ვნახეთ, ჯერჯერობით არის მხოლოდ დეკლარაცია. ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადებები. თქვათ იგივე საგადასახადო კოდექსი, მრეწველების ინიციატივით, მრეწველები 99 წელს შევიდნენ საგადასახადო კოდექსის გამარტივების მოთხოვნით და ეს გაგრძელებული ვადა პარლამენტისა ისევ ამ მოთხოვნით დაასრულეს, იმიტომ რომ რეალური ცვლილებები ვერ მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყოველთვის იყო რაღაც მზაობა ხელისუფლების მხრიდან. პირველი მოსმენით ეს ცვლილებები არის მიღებული. ჩვენ ამ ხელისუფლებას შევთავაზებთ იმას, რომ გავმართოთ კონსულტაციები ამ ადამიანებს, ვინც ჩვენს ბლოკში არიან გაერთიანებული, ყველაზე უკეთესად იციან ბიზნესის განვითარებისთვის რა გარემო არის, როგორი გარემო და როგორი კანონმდებლობა არის საჭირო. ეს გამოცდილება პრაქტიკული გამოვიყენოთ, შევაზავოთ იმ თეორიულ ცოდნასთან, რომელიც შესაძლოა დღევანდელი ხელისუფლების მინისტრებს, ახალგაზრდებს ჰქონდეთ და რაღაც ამ ქვეყნისთვის საჭირო და სასიკეთო საქმე გამოვადგნოთ და გადავდგათ ესეთი ნაბიჯები. ჩვენ მზად ვართ, რომ ამგვარი ინიციატივებით გამოვიდნენ. თუ არ გაიზიარეს, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია ბევრად უფრო მკაცრი აღმოჩნდება და ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი იყო მხოლოდ სიტყვა, მხოლოდ ცარიელი დაპირება და რომ რეალურად ხელისუფლებას არ უნდა რაიმე ნაბიჯების გატანა. კიდევ ერთი ზარი გვაქვს საერთოდ. მოგესალმებით საღამოშობებისა გისმენთ. გამარჯობათ. მოგესალმებით. გამარჯობა. ხალხთან ფიქრიანება იმბოდეთ რამდენიმე შეკითხვა დაგისვათ. ხალხთან ფიქრია თელაპარაკობდით ახლა რომ გარკვეული ეჭვები მაქვს ამისა და ამის შესახებ. კი ბატონო, ეს ეჭვები თქვენება არის, თქვენ გულში გქონდეთ, მაგრამ ოდნავ ხალხს შეიძლება.
თქვენ გვაინტერესებს ის ამბავი, რომ თქვენი პარტია, რომელსაც სააკაშვილისადმი ერთგვარად თვითონვე აცხადებდნენ კიდევაც ზოგიერთი თქვენი პარტიის წარმომადგენელი, კიდევაც ფიზიოლოგიური შეუთავსებლობა ჰქონდა, რატო აქ ხალხის გვერდით, სააკაშვილის გვერდით კი არა, ხალხის გვერდით ბარდების რევოლუციის დროს. ეს ერთი შეკითხვა. მეორე, გაქვთ თუ არა იმედი გადალახა 10%-იანი ბარიერი, როცა თქვენ პარტიულ სიაში არის ისეთი პიროვნება, ისეთი სისხლში გასული პიროვნება, როგორც ლევან პირველი არის? არ არის ბატონო. არ არის, მაშინ ბოდის მოვიხდი. ბოდის მოვიხდი, მე მეგონა მრეწველებიდან იქნებოდა. ბოდის მოვიხდი. ხო, რატო არ მომიხდეთ ხმა, როდესაც ასან აბაშიძემ ისეთი მზასება ჩაიდინა შვენიერაძის მიმართ არჩევნების დროს? რატო არ ვაჭეთ ერთასთან შეკითხვას. ერთასთან შეკითხვას. ხო, და კიდე მაინტერესებს ის ამბავი. თქვენი პარტიის ერთ-ერთი ნათელი სახე, რომელსაც თქვენი პარტია ამაყობდა ვერ გეტყვით ყოღუაშვილი, იმუქრება კი არა ზოგიერთი პიროვნების გასანადგურებლად იარაღით. მე მგონი მე მივხვდით რაც მან განაცხადა იმედის ერთ-ერთ გომიაშვილთან საუბრის დროს. დავით ყოღუაშვილმა. მე მგონი შეკითხვით დავიწყებ. მინდა გითხრათ, რომ დათო ყოღუაშვილი არა მარტო ჩვენ ვამაყობთ, შეუძლია ნებისმიერ ქართველს იამაყოს. რომ ეს არის ახალგაზრდა პატრიოტი კაცი, რომელმაც განათლება მიიღო უცხოეთში და უცხოეთიდან დაბრუნდა და თავის ცოდნას და გამოცდილებას ახმარს ქვეყანას. მისი ეს გამოსვლა, სიმართლე გითხრათ, მეც არანაირად არ მომეწონა, მაგრამ იყო ემოციური გამოსვლა და მერწმუნეთ ჯობია ემოციური კაცის ემოციური განაცხადი, რომელსაც შესაძლოა ცუდი არაფერი არ მოყვეს შემდგომში, ვიდრე ის, რომ ადამიანები არაფერს არ ამბობდნენ, იბოღმებოდნენ და მერე რეალურად მართლაც რაღაცა კონტრრევოლუციური მოქმედებებისათვის ემზადებოდნენ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენ რომ იცნობდეთ დათო ყოღუაშვილს, ასე არ ილაპარაკებდით ნამდვილად და სამწუხაროა ჩვენთვის, რომ დათო ყოღუაშვილმა დღეს არჩია სწორედ ამ ემოციური მდგომარეობის გამო, რომ პოლიტიკიდან გადასულიყო საერთაშორისო ორგანიზაციებში, მას ძალიან სერიოზული ამერიკული ორგანიზაციისაგან, საქართველოში მოქმედი ამერიკული ორგანიზაციისაგან აქვს შემოთავაზება, ის ხდება მთავარი მენეჯერი ამ ორგანიზაციისა, რომელიც სწორედ ბიზნესის, მცირე ბიზნესის განვითარებაზე იმუშავებს და დარწმუნებული ვარ, ის ამ კუთხით შემოგვეშველება ჩვენს და ზოგადად საქართველოსაც. არა, პარტია არ დაუტოვებია, მაგრამ სიაში დათო აღარ არის ახლა ჩვენთან ამ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს. რაც შეეხება ლევანის ბედი როგორ არის? ლევანი არის არჩეული მაჟორიტარი ვაკის რაიონიდან, მან ცოტა ხნით აიღო ტაიმაუტი, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ პროცესებში და ის რა თქმა უნდა ახალი პარლამენტი რომ შეიკრიბება, იქნება ჩვეულებრივი მოქმედი და დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დეპუტატი მომავალ პარლამენტში. რაც შეეხება აჭარის ფაქტთან დაკავშირებით ბრძანეთ მშვენიერაძეზეც, მე გაგახსენებთ უფრო მეცაც ახლა თუ ვინმე აჭარის მიმართ იყო კრიტიკული თავისი ცხოვრების, პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში ვიყავი, მე და სხვათა შორის ერთ-ერთ მტერთა რიცხვშიც ვითვლებოდი და ძალიან არ მსიამოვნებდა ეს რა თქმა უნდა, მაგრამ ვიყავი მიუხედავად ამისა ყოველთვის კრიტიკული. მინდა მე გაგახსენოთ, როდესაც დათო ბერძენიშვილი სცემეს ჩოლოქზე, ერთ-ერთი პირველები ვიყავით ჩვენ, ვინც კრიტიკული განცხადება გააკეთა განსხვავებით იმ ადამიანებისგან, ვინც დღეს პარტნიორები არიან ნაციონალური მოძრაობისა. და იმასაც გაგახსენებთ, რომ მიშა სააკაშვილმა რუსთავის ეთერში მადლობა თქვა, რომ ახალი მემარჯვენეები იყვნენ ის ერთადერთები, ვინც ამას გამოეხმაურნენ. არასოდეს ჩვენ კრიტიკულად გასაშუქებელი და შესაფასებელი მოვლენა კრიტიკის გარეშე არ დაგვიტოვებია. როგორ ფიქრობთ ახლა თქვენ ვინმეს მოსწონს და მათ შორის მემარჯვენეებს რაც აჭარაში ხდება და მე ჩემს წეღანდელ ასე ვთქვათ კომენტარშიც ეს ვთქვი, არავისგან მისაღები, ანგარიშწორება, ძალით, ცემით, დარბევით, რა თქმა უნდა, მიუღებელია და მით უმეტეს ახალგაზრდა ადამიანებისა და ეს ადამიანი გარდახანს იჯდა ციხეში და ამის თავზე ჩვენს განცხადებები გვაქვს გაკეთებული, ხარ ვიცი. თქვენ როგორ დაგასუნოთ, უბრალოდ ზუსტი თარიღების მითითება და ეთერების არ შემიძლია. და ხალხის გვერდით, ნუ ეს თემა არ ამწყდება, მე ვისაუბრე, იცით კიდე ვიტყვი რომ შეიძლება აი მე დღეს მეთქვა რომ იცით მე რევოლუციის დღეებში გვიდექი, მაგრამ დღეს ვაკრიტიკებ მწარედ. თუ რევოლუციის დღეებში იგვიდექი, ყველაფერზე უნდა ამიღო პასუხისმგებლობა, რაც მერე მოხდებოდა. მე ვერ ავიღებდი ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას და შესაბამისად ვამჯობინე ის, რომ იმ ხალხს რომ რამე გასჭიროებოდა დამერწმუნეთ, მე ყოველთვის ვიყავი იქ, სადაც ხალხს უჭირდა დაწყებული ეროვნული მოძრაობიდან, რომლის აქტიური წევრი ვიყავი. მაგრამ მე ვიქნებოდი მტყუანი, როცა არ მჯეროდა იმ
პროცესისა, რაც იქ მიმდინარეობდა, არ ვემხრობოდი რევოლუციას და ადამიანებისთვის მაინც მომეწოდებინა რევოლუციისაკენ. ჩემთვის ეს ბევრად უფრო მძიმე იქნებოდა. მე არასოდეს არ ვისარგებლებ და არ დავიწყებ ნიშნის მოგებას იმ ადამიანებისადმი, რომლებსაც იმედი გაუცრუდებოდათ რევოლუციით და იტყვიან, რომ აი მე იქ ვიდექი და აქედან რა მივიღე. მე ამ ადამიანებს ყოველთვის თანაგრძნობით მოვეკიდები და არც იმას არ ვეტყვი, რომ აი თქვენ ღირსი ხართ, იმიტომ რომ რაღაცები უფრო იოლად დაიჭერეთ. პოლიტიკოსის პასუხისმგებლობა მე მგონია უფრო გრძელვადიანი პასუხისმგებლობა და მე მერჩივნა გრძელვადიან პოლიტიკაში ყოფილიყავი პირნათელი ჩემს ამომრჩეველთან, ჩემს მოსახლეობასთან, ვიდრე რაღაცა ჩემთვის მისაღები არ ყოფილიყო, მაგრამ მხოლოდ პოზის გულისთვის მაინც გადავიდგე მედიჭი. დიდი მადლობა. კიდევ ერთი ზარი ეთერში. საღამოშიდობისა გისმენთ პირდაპირ ეთერში. მოგებით? დავაჭრე. ყოველი არჩევნები რაღაც გარკვეულ ხარჯებს მოითხოვს. ამიტომ დღეს უკვე 28 მარტისთვის იქნება არჩევნები პარტიული სიით. მაგრამ შეიძლება გორიდან არც ერთი პიროვნება არ მოხდეს სიაში, პარლამენტში. მაჟორიტარული წესით მოგვიწევს დამატებითი არჩევნების ჩატარება. ხომარაჯოები და გაერთიანებულიყო მაჟორიტარული წესითაც და პარტიული სიებითაც ადამიანები. ანუ ერთად შედარებული იყო? გასაგები უბრალოდ ეს ვერ მოხდება. წინა გადაცემაში ბატონმა ზურაბ ჭიაბერიშვილმა ისაუბრა ამ შესახებ. უბრალოდ 28 მარტის შემდეგ შეკრებილ პარლამენტში, რა თქმა უნდა, ეს პარლამენტი ცნობს ჩვენთან არჩეულ მაჟორიტარ დეპუტატს ირაკლი ოქროაშვილს, მის უფლებამოსილებას ცნობს. შემდეგ შეუწყვეტავს უფლებამოსილებას, იმიტომ რომ იგი ხელისუფლებაში მუშაობს და ამის შემდეგ ახალი ტური უნდა დაინიშნოს, ახალი ასე ვთქვათ არჩევნები უნდა დაინიშნოს. მაჟორიტარული წესით. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მაჟორიტარი არჩეულია, ოკში მოგვიწევს არჩევნების დაინიშნა, ალბათ სავარაუდოდ სექტემბერში, როგორც ამბობენ. ალბათ 16-ის კიდევ გაუმგების არჩევნები. სხვადასხვა ცოტა გაურკვეველი ბატონმა ზურაბმაც ვერ უპასუხა ფაქტიურად. მე გეტყვით თქვენ, ბატონი ზურაბი კი არა, ვერავინ ვერ უპასუხებს ამას, იმიტომ რომ არათუ გორში ჩვენ დედაქალაქის კანონში ცვლილებები შევიდა და დღეს ვანო ზოდელავა არის ქალაქის მერი. ანუ ზოდელავა რომ გადადგეს ან სხვა სამსახურში დავიდეს ან არ ვიცი რაღაც მოხდეს რომ ანუ ზოდელავა აღარ იყოს მერი. აღარ არსებობს მექანიზმი, რომლითაც ახალი მერი იქნება წარდგენილი ქალაქისათვის. გარკვეული ამგვარი გაურკვევლობა მექანიზმი უნდა არსებობდეს წარდგენის კანონში არ წერია რომ პრეზიდენტი წარადგენს თუ ვთქვათ პრემიერი წარადგენს თუ რა ხდება. ანუ მექანიზმი არ არის გაწერილი და ასე გაუწერელ მექანიზმთან გვაქვს საქმე აი გორის შემთხვევაშიც როცა ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს რა წესით როგორ. თუმცა აქ დააფიქსირა ბატონო ზურაბ ჭიაბერაშვილმა პოზიცია რომ აუცილებელი ვერ რომ არ ჩატარდეს არჩევნები, იმიტომ ის იყო არჩეული თანამდებობის პირ. დანიშნა ამ შემთხვევაში არაფრით არ შეიძლება, იმიტომ რომ არჩევნებში დანიშნება მოხდა. კიდევ ერთი ზარი რაც უფრო დასრულისკენ მიცეაცება უფრო მეტი ზარი შედის ეთერში. გისმენთ საღამოშიდობის. ალო? დიახ, გისმენთ. ალო? გისმენთ. მოგესალმებით ბატონო გოგა, ქალბატონო ფიქრია. ერთი შეკითხვა გენუცალე. რა შეა საქმე რომ ესე იგი გორელებს პენსიას არ გვიბატებენ და თბილისელებს 20 ლარი. გორელება ჭამა არ ვიცი თუ გემოვნება დაგვარგვია. დიდი მადლობა. გორელებს ძალიან კარგი გემოვნება გაქვთ, ნამდვილად მინდა გითხრათ. მეც ჩემთვისაც გაუგებარია და ამ დიფერენცირების მომხრე არა ვარ, იმიტომ რომ ადრეც განხორციელდა 3 ლარით. 17 ექნება გორელებს და თბილისელებს ექნებათ 20, იმიტომ რომ მანამდე მოემატა თბილისში 3 ლარი და კიდევ 3 ლარის მომატება 20-მდე გაიზრდება. თუმცა არ ვიცით ჩვენ ეს რეალურად როდის განხორციელდება, იმიტომ რომ ბიუჯეტი ჯერ მიღებული არ არის, ქვეყნის ბიუჯეტი, ის ახალი პარლამენტის არჩევის შემდგომ იქნება და თუ ჩვენ იმ პარლამენტში ვიქნებით, აუცილებლად დავაყენებთ ამ საკითხს, რომ პენსიები არ იყოს დიფერენცირებული. რა თქმა უნდა, როგორც თბილისში ჭირდება პენსიონერს ნორმალური და ღირსეული პენსია, ისევე ჭირდება გორში, ისევე ჭირდება ომში, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე და ისევე ჭირდება ყველა სხვა ქალაქსა თუ რაიონში. ისე ქალბატონო ფიქრია, თქვენ თუ გაქვთ ის იმედი იმისა, რომ თქვათ აი გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით მიმდინარე პერიოდი ხელოვნებაში შემოსავლების ზრდა მართლაც შეინიშნება. ეს მე შემიძლია ადგილობრივ მაგალითს მოგახსენოთ. თქვენ გაქვთ იმედი, რომ თქვათ აი უახლოეს 1 წელიწადში რადიკალურად
თუ არა ოდნავ მაინც შეიძლება უკეთესობას კი რა ჩვენს ცხოვრებაში. მე გეტყვით რომ თუ კი ხელისუფლების ნება იარსებებს, იცით, აი ნაბიჯ გაუმჯობესებას კი ადამიანებს გაუჩენს იმედს რომ ქვეყანაში რაღაც სასიკეთო პროცესი იწყება. თუ ეს ნაბიჯ არ განხორციელდა, მაშინ მართლაც საერთო აპათია დაიწყება და ეს ძალიან ცუდი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის. მე გაგახსენებთ 96-97 წლებში, აი ოდნავი რაღაც ცვლილებები იყო აღმავლობის თვალსაზრისით და მაშინ საზოგადოება იყო ძალიან იმედიანი. მაშინ ვინმესთვის რომ გეხსენებინა რომ მიტინგი, ქუჩის დემონსტრაცია, ალბათ სასაცილოთაც არ ეყოფოდა და სულელს დაგიძახებდნენ. მაგრამ იმან რომ მერე გაიყინა ეს პროცესი და მერე დაღმასვლა დაიწყო საზოგადოებაში გააჩინა ძალიან დიდი აგრესია. ახლაც საზოგადოებაში არის დიდი მოლოდინი. თუ ეს მოლოდინი კონკრეტულ ნაბიჯებში არ გამოიხატა, ეს გააჩენს აპათიასა და აგრესიას. ამიტომ ხელისუფლებას სჭირდება თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა. იგივე კორუფციასთან ბრძოლა აუცილებლად უნდა იყოს შეწონილი ახალი კანონმდებლობის შემოღებასთან და ახალი ინიციატივების გაჩენასთან, ინვესტიციების მოზიდვასთან, თორემ სხვანაირად შეგვრჩება ბრძოლა კორუფციასთან, ამ კორუფციით დიდი რამდენი ახლა 40-50 ადამიანს დავიჯერთ და დავაზარალებთ, საზოგადოება შეიძლება ამით ნაწილი საზოგადოების საკმაყოფილია და გონია რომ რაღაცა მნიშვნელოვანი ხდება, მაგრამ ამის პარალელურად თუ პროცესი არ წავიდა, ვერ მივიღებთ ვერაფერს და ამით უპირველეს ხელისუფლებას. თქვენ თუ ეთანხმებთ იმ ასე ვთქვათ, იმ ფაქტს რომ ვთქვათ დაკავებული თანამდებობის პირი, რომელიც მხილებულია კორუფციაში, ის მოიტანს გარკვეულ თანხას, შეიტანა ბიუჯეტში და მას უშვებენ გარეთ. თქვენი პოზიცია მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. დამნაშავე უნდა ისჯებოდეს თუ არ უნდა ისჯებოდეს? დამნაშავე უნდა ისჯებოდეს, მაგრამ აქ არის ლაპარაკი რაზე, თუ სისტემა იყო დამნაშაულებრივი და ადამიანს არ ვიცი რაღაცა სხვა გამოსა, თუმცა ეხლა ესე ჩემს გაუგებარი არანაირად შეიძლება თუ გამოსავალი არ აქვს და თუ პატიოსანი ხარ, მაშინ თავი უნდა დაანება იმ სისტემაში მუშაობას და დაელოდო უკეთეს დროს, მაგრამ კარგი, იყვნენ ადამიანები, მუშაობდნენ რაღაც სისტემაში, თქვათ ბიზნესისთვისაც ძალიან ძიმე იყო კანონმდებლობა, მაგრამ ამას წინათ იყო რომ ჩინოვნიკმა მიიტანა ძალიან დიდი ფული. თქვათ ბიზნესმენს რო სჭირდებოდეს თქვათ 700.000 მილიონის მიტანა, ჩემს ამაში არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ბიზნესს უნდა ქონდეს დიდი შემოსავალი. მაგრამ როცა ჩინოვნიკს და მის ახლობლებს უჩნდებათ ამხელა თანხის გადახდის შესაძლებლობა, ეს ჩემთვის რა თქმა უნდა ძალიან დიდ ეჭვს იწვევს. და რა თქმა უნდა მე მირჩენია რომ შევქმნათ სისტემა იგივე საგადასახადო კანონმდებლობის თვალსაზრისით ისეთი რომ ბიზნესმა ნორმალურად იმუშაოს და ბიზნესმენი აპრიორი დამნაშავე არ იყოს დაშინებული იმისთვის რომ აი ვიღაცა მას შეამოწმებს და მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს. პირიქით ბიზნესი რაც უფრო თამამ იქნება საზოგადოებას და ქვეყანას მით უფრო წაადგება. მაგრამ ჩინოვნიკი რა თქმა უნდა კანონით სერიოზულად შეზღუდული და სწორედ დაშინებული უნდა იყოს. დიდი მადლობა. კიდევ ერთი ზარი. მოგესალმებით საღამოშიდობსა პირდაპირ ეთერში ხართ ისმით. და ალო გისმენთ ბატონო გამარჯობა გესმით საბატონო ფიგურა გამარჯობა ვიდეოსაც გამარჯობა დაგვიანებით ერთი რამე ძალიან ხუთ რა მე არ მინდა ჩავეჭრა ესეთ ვარანეგაში მაგრამ სხვა დღეზე ლაპარაკობდით ერთი რამე ხუთ მიცეთ ამ ადამიანს ცოტა ხანი დრო თუნდაც ის 900 დღე ალო მე არ მithქვამს რომ არ ვარ მიუხედავად იმისა რომ 900 დღეს კიდევ ვიმეორებ მათ თავის დროზე არ ვიტყვი რომ დასცინეს მაგრამ ცოტა ესე ირონიით მოეკიდნენ მიუხედავად ამისა მე მზად ვარ რომ 100 დღეც მივცეთ 200 დღე და 900 დღეც მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ქვეყანაში არ იყოს ოპოზიცია არ იყოს კრიტიკული აზრი და არ იყოს ჯანსაღი პოლემიკა რადგანაც ერთი აზრი ჭეშმარიტი არასოდეს არ არის ყოველთვის ადამიანების შეხედულებების ჭიდილი იწევს იმას, რომ რაღაც უფრო ნორმალური და დახვეწილი აზრისკენ მივდივართ. მე ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი იქნება ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციისთვის. ქალბატონი ფიქრია. გადმოგდებას არავინ არ უპირებს და ესეთ იარაღით მტრობას ამ ხელისუფლებას. გასაგებია. შემდეგი საკითხი ფინანსები, რაც არის ყველაზე ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, ყველაზე არა, მაგრამ ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა არჩევნებში. ნუ გაერთიანდა თქვენი ორი ძალა ორივე ასე ვთქვათ, ორივე პარტიაში, ორივე პოლიტიკურ ორგანიზაციაში საკმაოდ შეძლებული ადამიანები მოიყანეს თავი და როგორ ფიქრობთ, საკმაოდ დიდ ფულს დახარჯავთ აი ამ არჩევნებისთვის? ან როდის დაიწყებს აფიციალურად არჩევნები? მინდა მოგახსენოთ, რომ ეს საარჩევნო კამპანია იქნება ყველანაირი გაგებით ძალიან სპეციფიური. ეხლა
ვინც ბიუჯეტიდან იპარავს ფულს, მისთვის შეიძლება იოლად შესაძლებელია ყველა პერიოდში ფულის ხელგაშლილად ხარჯვა. მაგრამ ის ვინც თავისი შრომით ქმნის რაღაც მოგებას და მათ შორის ფინანსურ მოგებას, ის ესე ჰაიხარად და იოლად ვერ ყრის ფულს. მე გეთანხმებით, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალები ყველაზე უფრო სტრუქტურიზებული და ამ მხრივ ძლიერი პოლიტიკური ძალებია, მაგრამ არც ერთ ძლიერ პოლიტიკურ ძალას არ შეუძლია, რომ თქვათ 4 თვის განმავლობაში 2 არჩევნები დააფინანსოს. აქედან გამომდინარე, ფინანსურათაც, სარეკლამო თვალსაზრისითაც, ბევრი შეხვედრის მოწყობის თვალსაზრისითაც ჩვენ აღარ გვაქვს, რა თქმა უნდა, სერიოზული რესურსი და ამიტომ კამპანია იქნება ძალიან მოგრძალებული, ადაპტირებული დღევანდელ სიტუაციასთან და ვეცდებით უფრო აი რაღაც ესეთი ალტერნატიული ხერხები გამოვძებნოთ ჩვენი აზრის მოსახლეობასთან მისატანად. როგორი იქნება ჩვენი სტრატეგია, ამის თაობაზე კიდევ გეუბნებთ, ხვალამზად გაიმართება ჩვენი სპეციალური პრესკონფერენცია. კიდევ ერთი ზარი უკაცრავთ უბრალოდ ბოლო ზარი ჩვენს ეთერში 5 წუთი რჩება გადაცემის დასრულებამდე გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. გიპასხოთ? კი, გისმენთ. ალო, მოგესალმებით. ბატონო გოგა, ქალბატონო ფიქრია. ასეთ შეკითხვა მაქვს. ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი. 99-ში, 99-ში, 2000-ში რო გამიყინეს, ის 15 თვე ხო გამიყინეს. ეხლა 2003-ში კიდე გამიყინეს ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი. ყავს უსინათლო შვილი, პირველი ჯგუფის ინვალიდი. იმასაც გაუყენეს დეკემბრის პენსია. გთხოვთ გვიპასუხოთ, მოგვეცემა თუ არა ეს გაყინული პენსიები? იძახიან ეტაპობრივად მოგეცემათ, მაგრამ არაფერი არ აღჭამს. ზოგმა უკვე აიღო, მე არაფერი არ ამეცემა. არც ჩემთვის არა უკვე. გასაგები. არ ვიცი, ხა თუ ვინმე აიღო, მაშინ რაღაცა გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და ეს უნდა გაირკვეს, მაგრამ თუ არავის არ აუღია, ხელისუფლება ამბობს, რომ ამ გაყინულ ხელფასებს პენსიებს გარკვეულ გრაფიკს გააკეთებენ ისინი, მაგრამ ეს ყველაფერი ბიუჯეტში უნდა იქნას ასახული. ჩვენ რა თქმა უნდა მოვთხოვთ ხელისუფლებას, რომ ყველა ის დაპირება აი ამ გაყინული ხელფასებისა და პენსიების დარიგებასთან დაკავშირებით სისრულეში იქნას მოყვანილი. მე არ ვიცი, ხა თუ ეს ყველას ეხება, მაშინ ნამდვილად უნდა დაველოდოთ ხელისუფლების ქმედებებს და ჩვენ აქტიურად ვეცდებით, რომ ამ მხრივ ვიაქტიუროთ და ხელისუფლებას მოვთხოვოთ, რომ ეს დაპირებები შესრულდეს, მაგრამ თუ რაიმე გამონაკლის შემთხვევასთან და ვინმეს დაჩაგვრასთან გვაქვს საქმე, მე არ ვიცი, ალბათ ტელეკომპანიასაც შეუძლია ეს გაარკვიოს, ჩვენს ოფისში შეიძლება მომართოთ და რაღაც ინფორმაცია გავარკვიოთ და თუ ამგვარი გამარსებობს, ამ შემთხვევაში ალბათ ჩვენ შეიძლება. ანუ ადგილობრივ სოციალურ სამსახურებს შეიძლება მიაკითხოთ და დასვათ ეს საქმე. რამდენიმე წუთი რჩება ხალხო ფიქრობთ ეს ძალიან პირადული კითხვა მინდა დაგისვათ. თქვენ ნუ იმ პერიოდში, როდესაც მე ჯერ სკოლაში ვსწავლობდი, თქვენ სტუდენტი იყავით. ბევრი ახალგაზრდისთვის ალბათ კერპი იყავით, იმიტომ რომ აქტიურად იყავით ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში. ისე უფრო დაგაბრუნდათ იმ პერიოდში. იგივე გზას აირჩიეთ. რა ვიცი, ჩემთვის ის პერიოდი იყო მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, ალბათ ჩემი მეგობრების ცხოვრებაში, ვინც ამ ეროვნულ მოძრაობაში ვიყავით აქტიურად ჩართულები. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, აი როცა გადავხედავ და უცებ აღმოვაჩენ, რომ უკვე ძალიან დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ და შინაგანად სულ მგონია, რომ აი რაღაც ამ პერიოდის მერე მე მორჩები ამ საქმეს და ჩემს პროფესიას ფილოლოგი ვარ, მე პროფესიით დაუბრუნდებ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და არ ვიტყვი ესეთი ქედმაღლობით, მაგრამ კარგი ფილოლოგი ვარ. მაგრამ აი ბუნებით ვარ აქტიური ადამიანი, საზოგადოებრივად აქტიური და როდესაც რაღაცა კარგად არ არის ჩემს გარშემო და ჩემს ქვეყანაში, თუნდაც იმ პერიოდიდან გამომდინარე, ეს პასუხისმგებლობა მომყვება და შესაბამისად ამ პროცესს ვერ მოვწყდი. ხანდახან შეიძლება ვიფიქრო ხოლმე, ხომ არ ჯობდა ეს წლები ბოლომდე პოლიტიკისთვის არ შემელია, მაგრამ იმას რაც შეეხება იმ პერიოდს, მე უალტერნატივოდ ეროვნული მოძრაობის წლებს ნამდვილად ისევ თავიდან გავივლები. აი პოლიტიკურ წლებს არ ვიცი, არის მოსაწყენი საკმაოდ. მით უმეტეს თუ ადამიანი განიცდი იმას, რაც შენს გარშემო ხდება, მე განვიცდი იმას, როცა ამბობენ ტყუილს. განვიცდი ადამიანი, როცა იგივე ტელეეკრანიდან ლაპარაკობს და მე ვიცი, რომ ის სხვა რამეს ფიქრობს, მაგრამ სხვა რამეს ლაპარაკობს. მე ამაზე დღემდე მაქვს მძაფრი რეაქცია. მე თვითონ თუ დამჭირდა ტყუილის თქმა, აუცილებლად გავწითლდები და ტელემოყურებელები შეიძლება იცოდნენ, მე თუ გავწითლდი, ესე იგი რაღაც ან გავჩერდები და არ ვიტყვი არაფერს. შეიძლება პოლიტიკოსისთვის ეს ნაკლია და ყველა სიტუაციაში უნდა ახერხებდე გამოძრაობას რაღაცნაირად.
მაგრამ მე მერჩენია რომ რა ვიცი ასეთად დავრჩე ბოლომდე სანამდე ვიქნები პოლიტიკაში. გასაგებ, კარგი, ბოლო 1 წუთი იმისთვის რომ მიმართოთ ჩვენ ქალაქის და ჩვენ რეგიონის მოსახლეობას. რა ვიცი, მინდა მიმართო ტელემაყურებელს საერთოდ იმ საზოგადოებას, ვინც უყურებს ან ვინც არ უყურებს ჩვენს დღევანდელ გადაცემას და საერთოდ თქვენს ტელეკომპანიას და მინდა უსურვო ის რომ ამ ქვეყანაში ვისაც იმედი აქვს დღევანდელი ხელისუფლების ის იმედი არ გაუცრუდეს, ვისაც ოპოზიციის იმედი აქვს, არც ოპოზიციის იმედი გაუცრუდეს, იმიტომ რომ ამ ქვეყნისათვის როგორც ნორმალური ხელისუფლებაა საჭირო, ისე არის საჭირო ნორმალური ოპოზიციაც. და რაც შემიძლია ვთქვა, ის რომ თითოეულ ოჯახში იყოს ელემენტარული საშუალება იმისა, რომ ადამიანები მშვიდად ცხოვრობდნენ. მშვიდად იმ გაგებით, რომ შეეძლოთ ავადმყოფს უპატრონონ, შვილს ნორმალური საკვები მიაწოდონ, ხელფასი ჰქონდეთ, პენსია ჰქონდეთ, გაჭირვებულის დახმარება შეეძლოთ. მე გორი მიყვარს, ახლა ამას უბრალოდ გადაღებული სიტყვების გამო არ ვამბობ, აქ ძალიან ბევრი ნათესავი მყავს. თვითონ ეს ქალაქი მიყვარს თავისი ისტორიით, იმიტომ რომ ინტელიგენციის ერთ-ერთი აკვანთაგანი იყო 19 საუკუნის საქართველოში და მე 20 საუკუნის დასაწყისში და ვისურვებ, რომ ასეთად დარჩეს ეს და შესაბამისად ეკონომიკაც იყოს ისე აღმავლობის გზაზე, რომ გორი გადაიქცეს ბეღელად საქართველოს ბიუჯეტში. დიდი მადლობა, ძალიან მოკლედ რა. თითქმის დავთვალე. კარგით, მიმართა მაშინ მაყურებელს, მოგზანდეს თითოეული მათგანი არჩევნებზე და მათ მიერ მოცემული ერთი ხმით შეცვალოს საქართველოს მომავალი. გეთანხმებით, ყველა მივიდეთ არჩევნებზე, მე ვიმშვიდობ მაყურებელს. აი ამ ფრაზებით მივიდეთ არჩევნებზე, რადგან ჩვენი მომავალი ჩვენსავე ხელთა და ავირჩიოთ ჩვენთვის ღირსეული, ჩვენთვის ასე ვთქვათ, სასურველი პოლიტიკური ძალა, რომელიც შემდეგ რა თქმა უნდა გავა პარლამენტში და იზრუნებს ჩვენთვის და ჩვენი მომავალისთვის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ჩვენ შემდეგ სამშაბათს ვშევხვდებით ეთერში. მადლობა, კარგად ბრძანებით.